ბათუმში მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგების დაწყება 25 დეკემბრიდანაა დაანონსებული. მშობლები აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ფლობენ, თუმცა არ ეთანხმებიან. მშობლები აცხადებენ, რომ ვინაიდან საჯარო სამსახურები 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობენ, მათ პატარების დატოვების პრობლემა შეექმნებათ. ისინი თვლიან, რომ ბაღებსა და საჯარო სამსახურებში დასვენების განრიგი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. საბავშვო ბაღის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ არსებული ინფორმაციით არდადეგები 25 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არც თარიღის ცვლილებას გამორიცხავენ. ბათუმის ბაღების გაერთიანების პოზიცია იხილეთ მომდევნო გამოშვებაში. 25-დან იწყება არდადეგები და რა ვიცი ახლა ვინც მუშაობს იმ მშობლებისთვის პრობლემა იქნება ალბათ იმიტომ რომ სამსახური აქვს და ვისთან დატოვოს ბავშვი ეს 5 დღე სად უნდა წაიყვანოს ბავშვი. მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მშობელი მუშაობს და დაკავებულია, თქო და ბავშვი უნდა იყოს ბაღში, იმიტომ ყავს მიყვანილი ბავშვი ბაღში, რომ მე ვიმუშაო და დაცაქმებული ვიყო, რა თქმა უნდა. ამ მომენტისათვის რამდენადაც მე ვიცი, გაერთიანებიდან ასე შეგვატყობინეს, რომ 25 დეკემბრიდან 11 იანვრამდე შესვენებები. ჩემი აზრით 30-მდე ალბათ უფრო უმჯობესი იქნებოდა, რომ ბაღს ემუშავა, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ ალბათ მშობლები მუშაობენ და ყველასათვის სასურველი არის, რომ ბავშვი იყოს დილიდან 5 საათამდე 6-ის ნახევრამდე ბაღში.